მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა მე და გარემო. გადაცემა მიყვავს ანა ცხადაძეს და გიორგი გულიაშვილს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა ცირკულარული ეკონომიკა. რა მნიშვნელობა აქვს ცირკულარულ ეკონომიკას მოდელზე გადასვლას ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, გარემოსთვის და ზოგადად ინდივიდებისთვის. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი საქართველოსთვის 2024. ჯგუფის ხელმძღვანელი, მდგრადი განვითარების ექსპერტი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბატონი მედგარ ჭელიძე. გიორგი? მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მოგესალმებით ბატონო მედგარ. მოგესალმებით ხოლოს. Ჩვენ დღევანდელი თემა ეხება ცირკულარულ ეკონომიკას. მოგეხსენებათ, რომ დღეს ზოგადად მსოფლიოში ეს ტენდენციაა, რომ წრიული ეკონომიკიდან გადადის ცირკულარულ ეკონომიკაზე, მთელი რიგი ქვეყნებისთვის ეს პრიორიტეტია და მათ შორის საქართველოშიც დაიწყო ეს პროცესი, ამაზე ფიქრი და ამ მიმართულებით ცვლა. და ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ აი ამ ნაშრომს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოში და შევაფასოთ რა დოკუმენტია ეს ცირკულარულობის გზამკვლევი, რას მოიცავს ეს და შემდეგ გაგრძელება რა შეიძლება იყოს ამ დოკუმენტს. გასაგებია, თავიდან დავაზუსტებ, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში იყო უმაღლესი დონის საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი დარიუშ პრასეკი. მე გახლავართ მისი მოადგილე და ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი უშუალოდ. ამიტომ ეს ორმაგი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა და საერთაშორისო დიდი გამოცდილება შემოიტანა ავტორმა პრასეკმა. და ასევე გზამკვლევის და მთლიანად პროგრამის შემუშავებაში უდიდესი წვლილი აქვს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძოდ აკადემიკოს სოლომონ პავლეაშვილს, რომელმაც მოახერხა ჩვენ ბევრ ასეთ პროგრამაში მიგვიღია მონაწილეობა და აქ ჩართულობა სახელმწიფო სტრუქტურების ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაგვიმართლა და რეალურად დახმარება და ურთიერთქმედება ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით და სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარების სრულიად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის არა მხოლოდ მოცემული სამინისტროს, არამედ მთლიანად მთავრობის დონეზე სრულიად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან აი ამის საშუალება შეგვექმნა და ძალიან კარგი კოორდინაცია იყო. ეხლა თვითონ საკითხს რომ დაუბრუნდეთ, პირველ რიგში მასწავლებლისათვის საინტერესო იქნება გაიგოს რას წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკა და რა განსხვავებაა ჩვეულებრივი მოდელებისაგან ეკონომიკის, რომელსაც ჩვენ ახლა წერფიუს ან ხაზოვანს ვეძახით. ჩვეულებრივი მოდელი არის, როგორც მოგეხსენებათ, დაფუძნებული იმაზე, რომ ჩვენ რაღაც რესურსს ბუნებრივს ვიღებთ ბუნებიდან, გარდაგვხდით მას გარკვეულ მოხმარების პროდუქტად, მოვიხმართ და შემდეგ გადავყრით და ეს ასეთი წერფივი ხაზოვანი პროცესი არის. აი ბოლო დეკადის განმავლობაში ძალიან მკვეთრად გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ეკონომიკის ასეთ მოდელთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში ეს ეხება რესურსების შემცირებას, სრულიად სხვადასხვა სახის, როგორც წიაღისეულის, ასე თვითონ მიწის, წყლის რესურსების პრობლემაა და ამავე დროს პირიქით ხდება პლანეტის დაბინძურება ჭარბი ნარჩენების ნივთიერებებით, რომლებიც არ ექვემდებარება გადამუშავებას და თუ ექვემდებარება არგანიზმის, იმიტომ რომ შესაბამისად არ არის ორგანიზებული პროცესები. ცირკულარული ეკონომიკა ორიენტირებული არის იმაზე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რესურსების გამოყენება, სადაც შესაძლებელია თავიდან ავერიდოთ, ანუ ეკონომიურად ხარჯვაზე და რესურსების სწორ მართვაზე არის ორიენტირებული. ასევე ნაცვლად იმისა, რომ ნარჩენები უბრალოდ გადაიყაროს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს ცირკულაცია ნარჩენების, ახალი პროდუქტების წარმოება, ახალი ნივთიერებების ამოღება, ანუ იმის მაგალითად, რომ
ნარჩენი გახდეს უბრალოდ გადაგდების და განთავსების საგანი, ანუ პრობლემა პირიქით ის გამოყენებულ იქნას როგორც რესურსი, როგორც წყარო. Ну, ასევე შუალედური ხშირად, როდესაც ლაპარაკობენ ცირკულარულ ეკონომიკაზე, სწორედ ამ ნარჩენების მართვაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს და რეციკლირებაზე, რაც სწორი არ არის, რესურსების მართვაც მნიშვნელოვანია. Ну, აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ამ გზამკვლევის შემუშავებისას და გზამკვლევი არის დოკუმენტი, რომელიც წინ უძღვის სტრატეგიას და მასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას, ანუ უფრო დეტალურ დოკუმენტებს. ის გზამკვლევის შემუშავება ეფუძნება წინასწარ კვლევებს და ეგრეთ წოდებულ მეპინგის პროცედურას, ან დარუკებას ეძახდით მას, ანუ რეალურად ეს წარმოადგენს წინასწარ კვლევას და სურათის წარმოქმნას შექმნას იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ცირკულარული რა სექტორების გამოკვლევა მოხდა ბატონო მედგარ, ან რა მიმართულებების გამოკვლევა? საწყისი ამოცანა ჩვენთვის ის იყო დასმული, რომ უნდა გამოგვეყო, გაგვეხილა საერთოდ მიმოგვეხილა საქართველოს ეკონომიური სურათი და გამოგვეყო ის რამდენიმე დარგი ეკონომიკის, რომელშიც იქნებოდა ძალიან პერსპექტიული ამ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. მიმოხილვის პროცესში ჩვენ განვიხილეთ ფაქტობრივად სტატისტიკის დეპარტამენტში მოცემული იქ ჩამონათვალი არის ეკონომიური საქმიანობების დაახლოებით 96 ტიპის საქმიანობა ჩამოთვლილი და ისეთი სკრინინგის კრიტერიუმებით შევაფასეთ, რა შეიძლება აქედან პერსპექტიული ყოფილიყო პირველ ეტაპზე, რომ გაგვაცხრილა ეს დიდი მასივი, ასე ვთქვათ. კრიტერიუმები იყო, პირველ რიგში ასეთი, რომ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში ამა თუ იმ დარგს, კერძოდ მეშეპეში მისი წილის მიხედვით. რა მოცულობის ნარჩენები წარმოიქმნება ამ დარგში და თქვათ რა დანაკარგებთან აგვაქვს საქმე ან რესურსების არასწორ მართვასთან, რომლის გამოსწორებაც იქონიებდა ძლიერ ეფექტს და სწრაფ ეფექტს. მიმოხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირე რაოდენობის ესე გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების გამოყოფა რთულია და გამოიყო დაახლოებით 14 დარგი. აქედან 5 შეიძლება გავაერთიანოთ ერთ დიდ დარგში, როგორც სოფლის მეურნეობა, იქ ქვედარგებად დავყავით ჩვენ, თქვათ, მევენახეობა, მეღვინეობა, მეცხოველეობა. ყოველი ეს დარგი თავისებურად საინტერესო იყო. ანუ ერთი სოფლის მეურნეობაა გარდაუვალ. ერთი სპეციფიკიდან გამო. მაგრამ ამის გარდა აღმოჩნდა, რომ 10 კიდევ, თქვათ, იგივე მშენებლობა, იგივე ტურიზმი, იგივე წიაღისეულის მოპოვება და თქვათ, ძირითადი მეტალების წარმოება და ასე შემდეგ და შემდეგი ეტაპი, რაც ჩვენ შემდეგი პროცედურა, რაც მივუყენეთ და სპეციფიკური იყო ქართული პროცესისთვის, საერთაშორისო მოდელებისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ვეყნობოდით, ჩვენ გამოვიყენეთ სკანდინავიური მოდელები, რამდენიმე ქვეყნის, ჩილეს, სლოვაკეთის, ბევრი ქვეყნის მოდელი, მაგრამ სპეციფიკა საქართველოში კარნახობდა იმას, რომ თავისებური მიდგომები უნდა გამოგვეყენებინა და ჩვენ მიმართეთ ესეთ პროცედურას, როგორც კლასტერინგი, ანუ დაყოფა ამ 14 დარგის, რომელიც გამოიყო როგორც პრიორიტეტული, ქვეჯგუფებად, რომლებიც ერთგვაროვანია თავისი გარკვეული მახასიათებლებით, რაც საჭიროებს ერთი ტიპის მართვას, ფინანსური წყალობის მიმართვას შესაბამისად, ერთი და იგივე ტიპის ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ ამ პროცესს, თვითონ ცირკულარობის თვალსაზრისით გარკვეული ასპექტებია პრიორიტეტული, ზოგან ეს არის ნარჩენების მართვა, ზოგან რესურსების მართვა პირიქით, ან დანაკარგების დაზოგვა, ზოგან სამთავრობო უწყებები მართავს ამ პროცესებს და უფრო მნიშვნელოვანია რესურსები იქ მიმართოთ, ზოგან უფრო კერძო სექტორია.
არის დარგები, სადაც კლასტერები, სადაც წამყვანი არის სულ რამდენიმე 2-3 მსხვილი კომპანია, რომელიც და ასე სპეციფიკურად მოხდა, ასე ვთქვათ, ამ გზამკვლევის ჩაშლა. აი ამ კლასტერების მიხედვით. ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შემდგომი ეტაპები თუ დააფინანსეს, თუ მოიძებნა შესაბამისი წყარო და მთლიანად ყველაფერი ერთბაშად ერთი კოლგის ქვეშ დაფინანსდა, მაშინ ეს ყველაფერი იქნება ერთიანად წარმართული, მაგრამ არ არის გამორიცხული. რაღაცა დოზით უკაცრავად ბიუჯეტირებასაც ითვალისწინებს ეს გზამკვლევი? დიახ, იმიტომ რომ სხვადასხვა კლასტერები ნებისმიერ სხვადასხვა მიდგომებს საჭიროებს, სხვადასხვა დონორმა შეიძლება ის დააფინანსოს და შეიძლება სტრატეგია შეიკვრას ცალკეული ფრაგმენტებისგან, თქვათ. ეს უფრო მოხსნილს ხდის თვითონ მართვის პროცესს. ვინაიდან მიდგომები სხვადასხვა არის საჭირო, დროშიც განწერილი შეიძლება ოდნავ სხვადასხვანაირად იყოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი პრინციპი მსგავსია ყველა ამ კლასტერისათვის. ახლა ყველგან არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ქმედებები განსახორციელებელი და მოკლევადიანებში ყველგან ფიგურირებს თქვათ სტრატეგიის თუ ამ დარგში არ არის სტრატეგიის განვითარება, იმ ძირითადი სტრატეგიული მოდელები შექმნა ერთგვარი ცირკულარული ბიზნეს მოდელები, მორგებული ბიზნეს მოდელები. ბიზნეს მოდელები გარკვეულწილად იქნება ამაზე მორგებული, ოღონდ აქ უფრო იქნება საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას სისტემა კრიტერიუმების, ინდიკატორების, შეფასების მეთოდოლოგიის, რათა განვასხვაოთ ცირკულარულად მოქმედი ორგანიზაციები, არა ცირკულარულად. შესაბამისი სტანდარტები უნდა შემუშავდეს, შესაბამისი ტექნოლოგიური ინფორმაციის ცენტრები უნდა შეიქმნას, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციებს შესაბამისი ინოვაციების დანერგვაში და არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც და საერთაშორისო ურთიერთქმედების სისტემაში ჩართვის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ცირკულარული ეკონომიკა ეს არ არის ის, რაც უშუალოდ თქვენ უცებ შემოსავალს მოგიტანთ და ბუმს გამოიწვევს ეკონომიკის. ეს არის დიახ, გრძელვადიან პერსპექტივაზე, ეს არის უფრო საქმის სწორად კეთების პრინციპები, ვიდრე დიდი შემოსავლის უცებ მიღების. ამიტომ ამას უნდა სწავლა და შესაბამისად სტიმულაცია ამისი ხდება სათანადო ფინანსური სისტემების ჩამოყალიბების მეშვეობით და ამ სისტემებთან თანამშრომლობაც ცოდნას საჭიროებს და კონტაქტებს და საერთაშორისო სისტემაში უნდა ინტეგრირებული იყო ამ თვალსაზრისით. დროებით რეკლამაზე გავდივართ, დაგიბრუნდებით 10 წუთში გრძელდება გადაცემა მე და გარემო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო რადიო მსმენელებო, გიბრუნდებით გადაცემით მე და გარემო. გადაცემის თემაა ცირკულარული ეკონომიკა და ჩვენ მედგარ ჭელიძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს გზამკვლევზე, რომელიც შეიქმნა საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი და მინდა შემდეგი კითხვით დაგიბრუნდეთ ბატონო მედგარ. უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, ანუ ასე ვთქვათ, ყველასათვის გასაგები ენით. რა სარგებელი მოაქვს ცირკულარული ეკონომიკას? მაგალითად, რა სარგებელს მოგვიტანს, როდესაც გავივლით ამ გზას, გზამკვლევის მიხედვით სამოქმედო გეგმა შევიმუშაობთ, მერე ეტაპობრივად გავივლით და 2050 წლისთვის, როგორც გვეუბნება, ასე ვთქვათ, ამ გზამკვლევის შედეგად და ამ გეგმის შედეგად საქართველოს უნდა გახდეს ცირკულარული ეკონომიკის ჰაბი. უფრო მაქსიმალურად რომ გავუმარტივოთ ადამიანებს გაგება, რა სარგებელი მოაქვს ცირკულარულ ეკონომიკას, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისთვის და ისე ინდივიდებისთვის. მე უკვე აღნიშნე და გავიმეორებ, რომ ეს სარგებელი არ არის იმ სახის, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, აი ბიზნესის და თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის საწყის წლებში, როდესაც მთავარი იყო თვითონ ბიზნესის წარმოების გაგება და შემოსავლის მიღება ჩვენი საქმიანობისგან. აქ საუბარი არის მდგრად ეკონომიკაზე, მდგრად გარემოზე, ხანგრძლივ პერსპექტივაში მიღებულ ბენეფიტებზე
ჩვენ დღეს შეიძლება კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუმცა უკვე შესამჩნევი ხდება ეს რესურსების ამოწურვის პრობლემა. რაში გამოიხატება ეს მომავალში? აუცილებლად იგივე ფასების ზრდაში, რაც ამ რესურსიდან წარმოებულ პროდუქციას შეეხება. ხო, თუ ჩვენ ვისწავლით რესურსების დაზოგვის მეშვეობით მართვას პროცესების ისე რომ ნაკლები დაიხარჯოს, შესაბამისად მომავლისთვის ჩვენ ფასების ზრდაზე გავლენა გვექნება. თუ ჩვენ ვისწავლით სწორად ხარჯვას და სხვადასხვა დანაკარგების პრობლემა სწორედ საქართველოსთვის აღმოჩნდა სპეციფიკური განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ვის მოდელებსაც ჩვენ ვადარებდით. ну იგივე ინფრასტრუქტურაში თქვა შიდა გაზის განაწილების ქსელებში ან ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ქსელებში დანაკარგები აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის გამოსწორება უკვე დიდი შენატანი არის ცირკულარული ეკონომიკის კონტრიბუცია, ხო, რაც შეიძლება სხვა ქვეყნები ამას არ აცვლიან მნიშვნელოვან ელემენტად. ასევე ჩვენთან არ არის მიღებული ისეთი პრინციპები, რაც სხვაგან უკვე დანერგილია, მაგალითად გაზის საცავების სისტემების განვითარება ან ელექტროენერგიის შენახვის სხვადასხვა საცავები არის, როგორც წყლის მარაგების, ისევე კონდენსატორების სისტემებია, ბატარეები, რომლებიც ინახავენ რაც უწყვეტობას ენერგო უსაფრთხოებასაც აძლიერებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არაფრისგან დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ცვალებადი არის მოხმარება და რესურსის ხელმისაწვდომობა და თქვენ გეძლევათ საშუალება მაშინ, როდესაც ენერგია იაფია დააგროვოთ და შემდეგ ანხარჯოთ, ან გაყიდოთ და შემოსავალი მიიღოთ ქვეყნისათვის, მაშინ, როდესაც ძვირია ეს ენერგია. ამიტომ ესეთი ტიპის ინტერვენციები ცხადია პირდაპირ ეკონომიური ეფექტიც ექნება, მაგრამ ეკოლოგიური ბენეფიტები გასაგებია, იმიტომ რომ დაბინძურება თვალსაჩინოა, როგორც ფიზიკური, ისე ჰაერის და წყლის. ეს თავის მხრივ გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და ცხოვრების ხარისხზე, იგივე ტურიზმის განვითარებაზეც აქვს შესაბამისად ირიბი გავლენა და ყველაფერი ურთიერთ გადაჯაჭვული ესეთ თუ რთულად შევხედავ და კომპლექსურად და ხანგრძლივ და პერსპექტივაზე ვიფიქრებთ ამ მდგრადობაზე, მაშინ მივხვდებით, რომ ეს პრინციპები უბრალოდ აუცილებლობას წარმოადგენს და არა რაღაც ახირებას და ეხლა ჩვენთვის პარადოქსალური შეიძლება იყოს იმის გამო, რომ მაინდა-მაინც განვითარებული ეკონომიკა არა გვაქვს, გადასვლა ამ ცირკულარულ პრინციპებზე შეიძლება უფრო მარტივიც იყოს, ვიდრე უკვე გაქვავებული რაღაც ხისტი სისტემების გარდაქმნა ამ მოდელებზე. და უნდა ითქვას, რომ ეხლა ცნობიერების გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ გზაზე, მაგრამ ჩვენმა კონტაქტებმა პილოტური პროექტების შემუშავებისას ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესთან, აღმოაჩინეთ, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დაკავშირებული უშუალოდ მათ მოგების სწრაფ ზრდასთან, ხო? მათი იციან, რომ ეს მოგებაზე არ არის აქ ლაპარაკი. ძალიან დიდი ინტერესი გაგება და სურვილი. ანუ მზაობა არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესის მხრიდან არის მზაობა. დიახ, არის და ეს მზაობა შეიძლება გაიზარდოს, შესაბამისად გზამკვლევი გულისხმობს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ცნობიერების ამაღლების და ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით და ვინაიდან ასეთი სურვილი არის, შესაბამისად კანონმდებლობით და სათანადო რეგულაციებით უნდა შეიქმნას როგორც გარკვეული ქმედებების ამგრძალავი ან მაიძულებელი რაღაც რეგულაციები, ასევე წამახალისებელი, რაც გამოარჩევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მისდევენ ცირკულარობის პრინციპებს და მათ გარკვეულ ფინანსურ და სხვა სახის შეღავათებს შეუქმნის და გაუზრდის мотивაციას.
აი საიდან ვიწყებთ? ანუ ნებისმიერ საქმეს ხო რაღაცა ეტაპები აქვს და შეიძლება ეს ისეთი თემაა, იმდენად გლობალურია, თუნდაც ერთი ქვეყნის მაგალითზე, რომ ძალიან ბევრ კომპონენტს და ბევრ ნაბიჯს მოიცავს. ანუ ერთია რომ შევქმენით დოკუმენტი და დავისახეთ გეგმები, მაგრამ საიდანღაც ვიწყებთ, ხო? ანუ პირველ ნაბიჯებს. ანუ ეს სამოქმედო გეგმა რომ შედგება, თქვათ, როდის გვაქვს პირველი ეტაპი, როდესაც ამის განხორციელებაზე გადავდივართ? წესით ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ ამ სიტუაციაში, როდესაც უნდა გვემუშავა სტრატეგიაზე, მაგრამ პროექტების დაფინანსება რთული პროცესია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ამიტომ ეს ცოტა გაიჭიმა კიდევაც დროში. ლოგიკურად ამ გზამკვლევს უნდა მოყვეს სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიასთან მიმული სამოქმედო გეგმი, სადაც უკვე დეტალურად განწერილი იქნება კონკრეტული ქმედებები და დროში იქნება გეგმის სახით ეს ორგანიზებული. ჩვენ შეგვიძლია დღეს თქვათ რა სახის ღონისძიებებზე ლაპარაკი, მაგრამ როდის მოხდება ეს, ეს უკვე სახელმწიფოს და საერთაშორისო სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობაზეც იქნება დამოკიდებული. პირველი რიგის ამოცანები ზუსტად ერთ-ერთი პირველი ამ სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო გეგმის არის, სადაც მე უკვე ჩაშლილი არის ეს დარგების მიხედვით, იმ კლასტერების მიხედვით, რასაც საუბარი გქონდა და სხვადასხვა ტიპის ქმედებებს მოიცავს, როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, როგორც ორგანიზაციული თვისებების და შესაძლებლობების გაზრდის პროგრამებს, ასევე საკანონმდებლო სამუშაო იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კრიტერიუმების, ინდიკატორების და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, რაც მოგცემს საშუალებას კარგია რაღაცას უცებ გეგმავს, თუ შეფასების სისტემა არა გვაქვს და განსხვავების რთული იქნება. ამიტომ აქ სისტემური მუშაობა არის, კომპლექსური, ეს არ არის რაღაც ფოკუსირებული ერთ წერტილზე, ერთდროული ქმედებები არის საჭირო და მნიშვნელოვანი ამას კოორდინაცია გაეწიოს ისევე კარგად, როგორც წინა ეტაპებზე ამ მეპინგის და გზამკვლევის შემუშავების პროცესში ხდებოდა. უღრმესი მადლობა ბატონო ედგარ, ჩვენ აუცილებლად კიდევ დაუბრუნდებით ამ თემას თქვენთან ერთად, თქვენს ორგანიზაციასთან ერთად. დროებით, გემშვიდობებით, ძვირფასო მსმენელებო, ვაგრძელებთ მე და გარემო, დაგველოდეთ, გავდივართ რეკლამაზე.